მოგესალმებით ყველას, მე ვქია გიორგი უგულაშვილი და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ალბათ ბევრისთვის ცნობილი მოძრაობა, რომელიც ხვდება ძელზე, ეს არის ორი ხელით ასვლა, იგივე მასლაკი. შეიძლება თქვენც ასე იყავით, ან ჯერ კიდევ ასახართ და სწორედ ამიტომ მინდა რომ შევწეროთ დღეს ეს ვიდეო და დაგეხმაროთ ამ მოძრაობის შესწავლაში. თუმცა როგორც ნახეთ, ეს მოძრაობა მოითხოვს ძალას და თუ თქვენი ფიზიკური მაჩვენებლები ჯერ დაბალ დონეზე იმყოფება, გირჩევთ რომ სულახანი მოიცადოთ. შევხვდეთ ჩემს YouTube არხზე, სადაც ნახავთ ვარჯიშებს, რომლებიც დაგეხმარებათ ბაზის გაძლიერებაში. ვიდეოს ზემოთ გამოჩნდება ლინკი, გადავიდეთ ამ ლინკზე, უყურეთ ვიდეოს, გაძლიერდეთ და ამის შემდეგ გავუქმნით უკვე ამ ვიდეოს და დაიწყეთ ამ მოძრაობის შესწავლა. ამით თქვენ შეამცირებთ ტრამვების რისკს და ასევე დაზოგავთ დროსაც, იმიტომ რომ რაც უფრო ძლიერი გაქვთ ბაზა, მით უფრო სწრაფი იქნება თქვენი პროგრესიც. რაც შეეხება ამ მოძრაობას, ბევრნაირად შეიძლება მისი შესრულება, თუმცა აქედან სწორი შეიძლება იყოს ერთი. მე პირველ ნაწილში განახილეთ რამდენიმე ვარიანტს, როგორ შეგვიძლია ეს მოძრაობა შევასრულოთ. ასევე მეორე ნაწილში გვექნება საუბარი ვარჯიშებზე, მესამე ნაწილში ტექნიკაზე, ხოლო მეოთხე ნაწილში ვისაუბრებთ შესრულებაზე. პირველ ნაწილში, როგორც გითხარით, აქ მეორე ლაპარაკი არ დამჭირდება, მუსიკის ფონზე ნახავთ ყველაფერს და ამის შემდეგ ვისაუბრებთ დაუბრუნდებით. სწორად შესრულებული მასლაკი განსხვავდება სხვა დანარჩენებისაგან და გეტყვით რაშიც არის ეს განსხვავება. როდესაც სტარდება შეჯიბრის სპორტის სამსახურებაში, აქ არის რაღაც კატეგორიები და ამ კატეგორიებში არის ბაზა, ფრისტაილი და ასევე სხვა კატეგორიები, რომლებიც ამ მომენტისთვის არ გვხვდება. რაც შეეხება ბაზას, როდესაც ბაზაში სტარდება შეჯიბრი, უხეშად ვთქვათ, აქ არის რაღაც ნორმატივები და სპორტსმენები ერთმანეთს ეჯიბრებიან რაღაც დროის განმავლობაში, უფრო მეტს აიწევა. სიტყვაზე შეიძლება იყოს 5 მასლაკი, 20 100 ძელზე, 30 ორძელი და ასე შემდეგ. გააჩნია როგორი არის ფორმატი. და სწორედ აქ ყურადღება ექცევა სისტორეს. თუ ამ მოძრაობას არასდროს შევასრულებთ, არ ჩაგვეკლება ეს აწევაში და შეიძლება წავალოთ შეჯიბრი. ხოლო რაც შეეხება ფრისტაილის აქ სპორტსმენები ცდილობენ რომ რაც შეიძლება სწრაფად გადააბან ერთ მოძრაობას მეორე მოძრაობა და გააკეთონ სწრაფი, გააკეთონ კარგი და ძლიერი კომბინაცია. ასე რომ აქ ნაკლებად ექცევა ამ მოძრაობის სისტემის ყურადღება და ამაში არის განსხვავება, თავარი განსხვავება რაც არის. რაც შეეხება ვარჯიშებს, მე ამ ვიდეოში განახილეთ 6 ვარჯიშს. და როგორც ზემოთ გითხარით, კარგია თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ბაზა და თავისუფლად შეგიძლიათ რომ აიწიოთ 15-20 ჯერ მაინც, თუ რატომ ამას ეხლავე გაიგებთ. შეიძლება ზემოთ ავუწიოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ კერდი ავაცილოთ ძელს. რაც უფრო მაღლა ავუწევთ, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის. რაც შეეხება მეორე ვარჯიშს, ეს ვარჯიში ჩვენ დაგვეხმარება რომ ვივზნოთ ის მოძრაობა და ვიპოვოთ წერტილი, რა წერტილიდან უნდა დავიწყოთ მოძრაობა ზემოთ. და სწორედ აქ დაგვჭირდება პირველი ვარჯიში, რომელიც ითვალისწინებდა რაც შეიძლება ზემოთ აწევას და უბრალოდ ეს ორი ვარჯიში უნდა გადავყოთ ერთმანეთს. თუმცა აქ ძალიან ბევრი უშვებს შესრულებას. ანუ ზოგი ძალიან წინ გადის და იქიდან ვერანაირად ვერ მოხვდებიან ძელზე ზემოდან. ზოგი კი ძალიან გარეთ ასე ვთქვათ, უკან გადის და იქიდან უკვე უჭერთ ამ მოძრაობის შესრულება. ამიტომ მე გირჩევთ რომ დიდი ყურადღება დავუთმოთ ამ მოძრაობას, რასაც განახებთ.
ამისგან მუხლებს გვაქვს მკერდთან ახლოს. ასევე კიდევ ერთ რამეს მივახსოვთ დიდი ყურადღება, როდესაც უკვე ავიწყებთ საკმარისად მაღლა, აქ რჩება ერთი მოძრაობის შესრულება, რომელთაც ჩვენ ავართ ძელზე ზემოდან, ხო? სწორედ ამ მოძრაობაში დაგვეხმარება მესამე ვარჯიში, ჩვენ უნდა ვნახოთ საშუალო სუნარის ძელი, რომელზეც შევხვდებით და ფაქტობრივად იგივე მოძრაობას შევასრულებთ, რასაც შევასრულებით მასლაფის დროს. რჩება მეოთხე ვარჯიში, მიდავრნა გავასწოროთ და დავხოცებთ. რაც შეეხება მეხუთე ვარჯიშში ჩვენ ზემოდან ვეშვებით ქვემოთ, όμως ამას ვაკეთებთ ძალიან ნელა. და მეექვსე ვარჯიში ჩვენ გამოვიყენებთ რეზინს, რომელიც გაგვიადვილებს ამ მოძრაობის შესრულებას. რაღაც დოზით უკვე ვისაუბრეთ ტექნიკაზე, მაგრამ მაინც თავიდან რომ ყველაფერს ხელახლა გეტყვით. ესე იგი, თუ გვინდა ეს მოძრაობა შევასრულოთ, უნდა ვისწავლოთ ჯერ გაქანავება. ოღონდ ეს გაქანავება უნდა იყოს ძალიან ძლიერი. მეორე ვარჯიშს, რომელიც თვალისწინებდა მუხლების მოხრას, და ვსწავლობთ ამ მოძრაობას ერთად. ამ ყველაფერს ვამბობთ უკვე მესამე მოძრაობას, აქ დაგვჭირდება ფეთქებადი ძალა, ესე იგი ვატრიალებთ მაჯებს და ავდივართ ზემოთ თამოთ და მუხლებს რა თქმა უნდა ვშლით, მოკეცილი მუხლებს ვშლით და ეს გვაძლევს დამატებით ბიცკს, რომელიც გვეხმარება ზემოთ ასვლაში. ვარჯიშების განახეთ, ჩვენ ფაქტობრივად დავყავით ეს მოძრაობა რაღაც ნაწილებად და ეს ნაწილ-ნაწილ ვავარჯიშებთ მას. ეს თქვენს დაგეხმარებათ, ზუსტად გეცოდინებათ რა მომენტში გაქვთ პრობლემა, რა სად გაქვთ პრობლემა და საიდან უნდა დაიწყოთ ვარჯიში, რომ შეასრულოთ ეს მოძრაობა. აქ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ ეს უბრალოდ სწორად აწევა შეუძლებელი არის. თქვენ ფაქტობრივად პატარა ტალღასავით უნდა გააკეთოთ, ანუ ძელს უნდა შემოუვაროთ და ახვიდეთ ზემოთ. და სწორედ ამ ყველაფერში დაგეხმარება ფეთქებადი ძალა, რომელიც უნდა გამოიმუშაოთ აუცილებლად. რაც შეეხება შესრულებას, ძალიან ბევრი უშვებს იმ შესრულებას, როგორც მე ახლა ვისაუბრებ.
ეს უბრალოდ პირდაპირ ზემოთ ვერ ავიწევით, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა როგორც ვისაუბრე პატარა გაქანავება და ამ გაქანავებით ის ვთქვათ გარეთ გავართ და ისე ავდივართ ძეზე. ეს უბრალოდ ძალიან რთული იქნება მაჯების ჩატრიალება და ზემოთ ასვლა. თუ თქვენ მაშინ ძალიან ძლიერი ფიზიკური მიმოხილება უნდა გქონდეთ, რომ ესე უბრალოდ გაქანავების გარეშე ახვიდეთ ძეზე. მეორე შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ, როდესაც ყურადღებას არ აქცევენ თავიანთ ფეხებს. თქვენ მოკეცილი მუხლები აუცილებლად უნდა გაუშკაროთ, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც გითხარით უკვე ზემოთ, მოგცემთ დამატებით ბიძგს და დაგეხმარებათ ზემოთ ასვლაში. მესამე შეცდომა, როდესაც არ ვატრიალებთ ჩვენს მაჯებს. როდესაც ჯერ არ აქვს სათანადო ფიზიკური მომზადება სპორტსმენებს, ამ მოძრაობას ასრულებენ ცალ-ხელით. აქ არის დიდი რისკი იმისა, რომ მიიღოთ ტრავმა, ასე რომ გირჩევთ, რომ ჯერ გააზრდოთ თქვენი ბაზა და დაიწყოთ ამ მოძრაობის სწორად შესრულება. ამ მოძრაობას დახვეწავთ, გაასუფთავებთ, მას დასრულდება რა თქმა უნდა დრო. შეიძლება ზოგმა ორ კვირაში გააკეთოს ეს მოძრაობა, ზოგმა ორ თვეში. ეს ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული. გირჩევთ უბრალოდ იმას, რომ გაითვალისწინოთ ჩემი რჩევები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაგეხმარებათ ამ მოძრაობის შესწავლაში. მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ჩემი არხი, მალე ახალი ვიდეო დაიდება, გისურვებთ წარმატებებს. ნახვამდის.